გამო შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საათიანი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას. საავტომობილო გზების უმეტესობაზე მოძრაობა შესაძლებელია, რაც შეეხება შეზღუდვებს. ფასანაური გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ჯვრის უღელტეხილი ჯერჯერობით დაკეტილია. კახეთის რეგიონის გზებზე მიმდინარეობს მარილის მოყრა, მოძრაობა ამ მიმართულებით სრულად აღდგენილია. თოვლს გადაადგილების პრობლემები არ შეუქმნია დასავლეთ საქართველოში. საგზაო დეპარტამენტის ცნობით ნაქერალას უღელტეხილზე გაზაფხულამდე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა მიმართულებით იქნას შენარჩუნებული მოძრაობა. ასევე გვაქვს ჩვენ გარკვეული რეჟიმი, ეს არის გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით და დანარჩენი მიმართულებით მოძრაობა ამ ეტაპზე არის თავისუფალი. თვითრიკოთის უღელტეხილზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა არის თავისუფალი. მიმდინარეობს ყველგან გაწმენდით სამუშაოები. დღეს და ხვალ მეტეოროლოგების განცხადებით კვლავ თოვლია მოსალოდნელი ითოვებს თბილისშიც 2 დღის შემდეგ გამოიდარებს, თუმცა მცირე ხნით. სპეციალისტების პროგნოზით თებერვალში კვლავ ნალექია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით 1-2 გრადუსით დაეცემა, მაქსიმალური ყინვა ამ პერიოდში საშუალოდ -6 -8 გრადუსს მიაღწევს.